ვაგრძელე ფულიშუნას ჯეტია ხუჩი და ეხლა აქ რაღაც კაი ამბები არ ხდება. ფრანკლინ გესმის ჩემი ფრანკლინ? მოკლედ ეხლა ლესტერმა დამირეკა რა უცბად გამომაქცია ჩემი ბუნაგიდან და ხომ გისმენ რა ხდება? ბიჭო, მაგარი ცუდი რაღაც ხდება, მაგარი გაუთვალისწინებელი მთელი გეტო, ადგილობრივი დაჯგუფებები ყველა გაურკვევლობაშია. და რა ხდება კი მაგრამ გამაგებინე? ვიღაცები არიან ქალაქში ჩამოსული, ყველა თითქმის ობიექტს დაურეკეს. ჩამოუარეს ყველას ფულის მიტანას თხოვენ და რავი 1000 უბედურება რა. რას ლაპარაკო, ვინ არის ეგეთი? არ ვიცი, ეხლა ანუ მთელი ქალაქი მოიარეს უკვე გეტოზე მაღაზიები ყველა და არეკეტეს ეხლა პლეჟი არიან მისულები და არ ვიცი რაღაც ვინები არიან სიმართლედ არ ვიცი რა. რას ლაპარაკობ და შენ საიდან გაიგე? ბიჭო ეხლა მე დამირეკეს ეხლა რამოდენიმე ტიპმა რა და მითხრეს რომ ანუ მე ამასთან მიმქონდა ფული და ეხლა ესენი მთხოვენ ფულის მიტანასო და მაღაზიების მოცემას, ფართების გადაფორმებას, ბინების დათმობას და რა ვიცი რა უბედურება რა. კი, მაგრამ პოლიცია რას აკეთებს თო? არ ვიცი ახლა ესენი ხო არ იტყვნენ რომ მწვანეებს აძლევდნენ ფულს, იასამნის ფერებს. პირდაპირ ახლა დამირეკეს მე რა. ვახ, რა გაურკვევლობაა თო? კაი, ერთი წამი აბა. ბიჭო, ეს პუჩი ბიჭზე გაიარე რა ხდება იქ ამაგებინე რა, ქალაქი უკვე მოულიათ, მაგათა პლაჟისკენ მიდიოდნენ და ახლა სავარაუდოდ იქ იქნებიან. დაიცადი კაცო, ეგრე ჩამოუარეს მაღაზიებს, დავიჯერო, არეკეტებენ და ეგრე ახევენ ფულს. მიდი შენი თვალით ნახავ. ვაჰ, რა უცნაურია. კაი, აბა ერთი წამი. მოკლედ, დასაწყისშივე გეტყვით რომ ავიყვანთ ეს თო 10000 ლაიქსა დააჭერეთ დაბლა წითელ subscribe ღილაკს და ესენი კიდე აქ არიან? მოხინ, მოვიდეს უპატრონო. გადით, არ მაქვს ხა თქვენი თავი ამჯერად აღარ მიგასიკვდილებთ აქ, მაგრამ რა ხდება თო, ვინები არიან ქალაქში ჩამოსული, ვინები კი არა, ვინ არის ქალაქში ჩამოსული? ხოსიჯი გისმენ? ბიჭო, კაი ახალი ამბავი. გავიგე ბიჭო, რა ხდება დღეს თო? არ ვიცი ძმაო, არ ვიცი გასულები ვართ ეხა. კაი ყველა რაღაცა, მაგრამ ისე ვერ გამოვაკვირდეთ ისე ვიქაგდია იქ ჩვენთან, მაგრამ გავდივართ ეხა ჩვენც ნახულობთ რა ტერიტორიებს აცეგენ იყვნენ მისულები. ბიჭო, ბევრი არიან? საკმაოდ, რა ვიცი, ვერტფრენები და მანქანები და რა ვიცი, მოგონი ბლეკმობა იზრდება. არა, ძმაო, ბლეკმობას რა ჩაძირავს კაცო ერთი წამი? რა ჩაძირავს ბიჭო? ჩვენი მაყური მაგათა შედარებით კაპიკებია. აუ, ხადაობ ჩემი. კაი, მეც მიდوار ეხა ვესპუჩი ბიჭზე და თუ რამეს გაიგებს ახლას მითხარით რა. კაი, აუ, ჩემი ძლის ფული უნდა გვეშოვაც, მოვიქ და ავგუსტინი ყო და დათრეული იქიდეს და აუ, ბიჭო, რა ხდება ჩემი? კაი, ერთი წამი ნუ წოწონებთ გავარკვევთ ყველაფერს რა. აბა ერთი შევიარო აკეტოზე ამათთან. ნახო ერთი გავიგო ვინები არიან, საწავიდნენ, ვის რა ახიეს. მაგრამ დაწერეთ კომენტარებში თქვენით რა უნდა ხდებოდეს. ანუ აშკარად ქალაქში ძალიან გავლენიანი ტიპები არიან ჩამოსულები და ბლეკმობა, ბიჭო, გააჩერე. რა ხდება რა? თან ახლა დამინახეს მე და მიყვირიან, აგერ ჩემანქანას ხოცობენ. ზდაროვა, რა ხდება? აბა თქვენ როდის მერე გინდათ ბლეკმობასის რა ქვია, გაჭერება? არა, ეხლა ყველა უნდა გარვეთიადეთ. რაღაც საშინელება ხდება ძმაო დილიდან. რა ხდება? უცხო პლანეტელები ჩამოვიდნენ? არა ძმაო, არა. ვიღაცა კავკასიელები არიან ჩამოსულები მთელი ქალაქის აღება უნდათ რა, გადაუარეს ყველაფერს. ვინები? კავკასიელები ძმაო, რაც კი მაღაზიები ქონდა, სახელოსნები ყველა. ესე და წაიღეს რა. და რანაირად ბიჭო აქ ამხელაბანდებით ყვილად ახარ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეთ? ბიჭო, პულემიოტებით იყვნენ, ბაზუკებით იყვნენ, ავი 1000 მანქანებით იყვნენ, ორი ვერტფრენი იყო თავზე და რა ვიცი რა. ვიდეოს სპონსორია CS:GO Fast, რომელიც არის Counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA ხუჭი არის ჩვენი და ერთზამი ვახშენი. უფასო სკინი ხوار უნდა აქვთ სხვათა შორის, შეგიძლიათ გადახვიდეთ აღზარა შენდებარე ლინკზე, გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომოკოდით AMIGO-ZARKO და მეიღოთ პლუს 1 кейსი რენდომად უფასო, რომელსაც შეიძლება ნებისმიერი ფასის სკინები ამოგივიდეთ, ამიტომ გადადეთ აღზარაში შენდებარე ლინკ. ხო არ ხადობ, ანუ ესე კი ეპიზოდების გახურება იწყება და ვისთო აუცილებლად ნავიდეს ახლა 10000 ლაიქზე რომ ხვალ ორი ვიდეო დავდოთ, იმიტომ რომ ერთ ვიდეოში ფიზიკურად ვერ ჩავტევ მაგათან დაპირისპირებას და Black Mamba-ს უნდა გაიზარდოს, მაგრამ საკმაოდ კაი დრო ეხა სიმართლე გითხრათ რომ Black Mamba-ში ხალხი შემოვირიგოთ. ანუ ცისფერების უნდა დავთანხმდეთ, იმიტომ რომ ჩვენზე თუ არ იმუშაოს ტიპებმა და რო რამე და ჩვენ ანუ ერთად არ გავერთიანდით, აზრი არ აქვს მათთან დაპირისპირებას, ესენი რომ იყვებიან ეგეთი ხალხი თუ არიან. რას იზავ, რას ფრანგლენ? რა ვიცი, ეხლა იმის დრო არ არის ნახდათ რომ ჩვენ ერთმანეთს დავაპირისპირდეთ, უნდა გავერთიანდეთ და კაი გავარკვევ ეხლა მე, რა საიწავიდნენ? არ ვიცი, ძმაო, ჩვენთან მწვანეებიდან იყვნენ მოსულები და მე ქუჩას გავუყნენ რა. ჩემი ხადაობ. კაი გავარკვევ. მიდი, თორე დამთავრდა ჩვენი გეტო და ყველაფერი. კავკასიელები, ვინები არიან ჩამოსულები და უეჭველი რუსები იქნებიან, ბიჭო, ხო არ გადაობდო? და ჩვენი რუსები, ანუ ეგ რუსები თუ ეგეთი ტიპები არიან, ჩვენ მაგათან გვინდოდა ჩასვლა და დაპირისპირება ჩრდილოეთ პოლუსზე? არ ვიცი, მაგრამ გავურკვევთ ყველაფერს. აქ როგორ ჩანს ესე ბირჟაობენ. Black Mamba, თქვენი იმედი გვაქვს, გვიშველეთ. ვახ, უარ ხადაობდო. თან ესენ ლიდერის გარეშე არიან, იასამნისფერები, ლუკა ხო ამათი ლიდერი იყო, ეხლა აღარ არის მაგათი ლიდერი და
ესე იქნებიან და აბა ერთი მწვანეებთანაც ნახოთ რა ხდება. ლეკმამბა, გაჩერე. ვაჩერებ ერთი წამე ბიჭო, რა იყო, დაგჭირდათ ეხლა ლეკმამბა, არა და მწვანეები მე ჩვენი მტრები იყვნენ თავიდანვე, მაგრამ ეხლა იესამნისფერი ნახე გადმოსული ამათან ეზოში და ყავასვავს. მღადობესტი რაღაც პირველად ნახე. ბიჭო, რა ხდება გაიგე? გავიგე, თქვენ რა წაიღეს? რა წაიღეს აგერეს, ვულკანიზაცია რო ქონდა. ვახ, რას ლაპარაკობდო? დაჟე, ეხლა დახურული გაქვთ? დახურეს მოუ ყველაფერი რა. ბიჭო, ეხლა იმათ მაკემისხეს რომ იარაღები და რაღაცები ქონდათო, მაგრამ თქვენც მაინც რა გჭირთ? ეხლა იმაზე დიდი დაჯგუფება თქვენ ვიყართ, წინააღმდება გაგეწიათ თო? შანსი არ იყო ძმა, შენ არ ვიცი უბრალოდ ეგენვინები არიან. ხის თავიანები ძმა, მოუვიდნენ დაიწას დარბევები, რა ვიცი 1000 უბედურება, თვითფრინავები. ერთი ვერტფრენი ახლა ბიჭო ერთ ჯიბს თავზე წარმოიდგინე. რას ლაპარაკობ, ანუ ტიპები დადიან და თან ვერტფრენი დაყובה დაცვათ? ხო ბიჭო და ვერტფრენიდან იარაღია გადმოყოფილი და მედი აბა გაუწე მაგას ამბობ დაგუშვებენ იყავი მე კარგა. აი გავარკვევ. მედი. ძალიან უცნაური, ძალიან. ავგუსტინი ჩვენ ყავს. ავგუსტინმა უნდა იცოდეს ეს ესენვინები არიან, მაგრამ ავიცი, არ ამგონია. წავედი აბა ერთი იქ სემიონს მივაკითხო, იქნებ სემიონმა მაინც იცოდეს, იმიტომ რომ სემიონი არის ხოლმე გადამყიდველი კავკასიელებზე, იქ ყაზახეთში, რავი, მაგას გaqავს რა მანქანები და იქნებ რამე ინფორმაციას ფლობდეს ამ ხალხის შესახებ. ნახე ბიჭო, ლურჯები, იასამნისფერები, მწვანეები, ყველა ერთად არიან. არა ბიჭო, არა. არა ამათაც არ უნდა შევარჩინოთ რა. საყვარელო. ჩვენთანაც იყვნენ მოსულები და დახურეს ჩვენი ბურგერ-ბარი. აუ ჩემი ეს რა დაგვიმართა. არ ვიცი, არა, დილით დამატნენ უცბად. დაუ ბიჭო, ხალხი რა პანიკაშია. აი ესე მგონია რომ ქალაქში უცხო პლანეტელები ჩამოფრინდნენ, რაღაც აპოკალიფსი იწყება, ისეთი ის არის აურა და ის რა ქვია. განწყობა რა. ანამ ვიდეოს ყურებას გაგზავნებთ, გეტყვით რომ Black Mamba-ს მერჩი დღე იწურება, ამიტომ ვისაც შეძენა გსურთ, ახლა ვეგადადეთ აღწერაში და კომენტარებში აპინულ ლინკზე და შეიძინეთ ჩვენი მერჩი ონლაინ. ლინკზე რო გადახვალთ, დაგხვდებათ ესეთი ფანჯარა, სადაც აირჩევთ ჩვენს პროდუქტებს, მაგალითად, გვინდა ხუდი შეძენა, ვაჭერთ ხუდს, აირჩევთ სასურველ მოდელს, მაგალითად Black Mamba არის ეს. Black Mamba Money S და ბებო როგორა, რა თქმა უნდა, CG-ს მერჩი თუ გსურთ. აქ ირჩევთ ზომას, მაგალითად ავირჩევთ S, ირჩევთ სასურველ ფერს, რაოდენობას, კალათაში დამატებას და შემდეგ სტანდარტულად მიყვებით გადახდის ინსტრუქციას. ხუდების გარდა შეგიძლიათ შეიძინოთ მაისურები, მობილურის კეისები iPhone 11-დან ზევით, ჭიქები, რომელიც ძალიან ლამაზია და ძალიან ბევრი ყიდულობს და მარაგები დღე იწურება. ასევე Black Mamba-ის ბარათზე დასაკრავები, რომლებიც აი ესე გამოიყურება და ძალიან მარტივად შეგიძლიათ დააკრათ მაგალითად თქვენს კულკარდებზე. და ვისაც შეძენა გსურთ, ეხლავე გადეთ აღწერაში დებარ ლინკზე, იმიტომ რომ მარაგები დღე იწურება და ახალ წლამდე ეჭვი მაქვს რომ არაფერი აღარ დარჩება, ნუ ალბათ მაისურის და პაზლის გარდა ახო და თუ გინდათ რომ ვინმე საჩუქოთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ. აქ არის სემიონის გარაჟი კი არის აქ, აბა შევიდეთ შიგნით. დახურულია სემიონის გარაჟიც? მე გადავიდით ბიჭოს ამასაც დაადგნენ აქ. რა ჯანთაბა ხდება? დაურეკოთ აბა. ის მე ფრანკლინ. ჩემი. რა გჭირს ბიჭო, რანაირი ხმა გაქვს? საუნდყოფოში ვარ. რატო რა ხდება? ეხა მოვედი აგერ აქ შენ იმასთან, რა ქვია, დილერშიპთან და არ ხარ აქ დალუქულია. აღარ არის ძმაო ჩემი. ბიჭო. რას გჭირ შენი აღარ არის? რა გჭირს ანაგინა საუნდყოფოში? ჩემს ბიჭო მაგარინაცემი ვარ. ვიღაცები დამატდნენ დღეს დილით და ჩვენ უნდა აუქციონის ბიზნესი ჩვენ ვაკონტროლებდო ქალაქსო და სანტუ ხაროთ ჩემი, უნდა გამეწიო კი არა და უნდა მეკვა თავიდანვე დახურვა და არა თუ უთხარ და რომ ტენის დამშეშეს მაგარი და მაინც გადამაფორმებინეს რა. ვახ, ჩემი რას ლაპარაკობ? ვინები იყვნენ? ამ შენ არ იცი ვინ არიან? რა ვიცი, რამე კონტაქტი არ ქონია მაგათან, მანამდე ან მანქანები არ უყიდიათ შენგან? არა ძმაო, არა, ვაფშე სხვა ხალხია. მოერიდე ფრანკლინ მაგათ თვალში არ გამოჩნდეთ ორე. მოვერიდო არა ის ბიჭო Black Mamba არავის აროს არ ერიდება. არც იცი საიდან მოდიან, სად მიდიან? საიდან მოდიან არ ვიცი, მაგრამ ვახ ჩემი. აი მე დაგირეკა. კაი, მიდი. ვახ ბიჭო რა ნაცემია ეს უბედურის აზე ხარ ახმა აქ. აბერტ პოლიციის განყოფილებაში მივიდე. უეჭველი ბიჭო, ეხა ესენი როგორ ბედავენ ამდენს რომ პოლიციაში ხალხი არ ყავდეთ ისე, ჰა? შანსი არა ეგრე ვერ გაბედავდნენ მე ვერაფერს. აბერტ პოლიციაში მივიდე და მკითხო ერთი იქ რა ხდება გეტოზე ხლა მოდიოდი დავინახე ხალხი ტიროდა. ის რა ამბავია გამაგებინეთ. იმიტომ რომ მეთქე მეც აქ ცხოვრობ და მეშინია ეხლა ამ ქალაქში ცხოვრება თქო რა ხო ხდები ეს ცოტა ის უნდა ველაპარაკოთ ეხლა მაგათ მაგრამ აიცენ ჩვენ ვინ ვართ შეიძლება კი იციან მაგრამ ნახე აი ეკიპაჟები არიან და არიან როგორც ჩანს აქტიურობა განყოფილებაშიც
ოფიცერო, გამარჯობა. გამარჯობათ, რა გნებავთ? ანუ კითხვა მაქვს რა ხდება ბატონო ქალაქში ეს მაღაზიების რეკეტი რომიდის ბიზნესებს რო ახევენ ხალხს როცემენ რა ხდება? რა ხდება უკაცრავად არაფერი არ ვიცი. თელიგეტო აუღიათ ვიღაცებს ჩამოსულებიან და არაფერი არ იცით ვერტმნები დაიარაღებით რო დარბიან? არა, არაფერი არ შემოსულას არის. კაი, ეხლა რა თვალს ხუჭავენ ხო ვიცია რა. გამარჯობათ. გამარჯობათ გისმენთ? ანუ ქალაქში რა ხდება თქვენ არ იცით საერთოდ არაფერი? არა ბატონო. გეტოზე გაიხედეთ რა ხდება ხალხს ურტყავენ ბიზნესებს ახევენ რა ვიცი ფულს აწერენ დაიცავით რა წესრიგი თუ შეიძლება არაფერი გამოძახება არ შემოსულა ამ თემასთან დაკავშირებით. გამოძახება არ შემოსულა რა. აბა მერისთვის ვარ აქ მოსული ვულკანიზაცია ამახიეს რო გითხარი. მაგ თემაზე გამოკლებაა ბატონო დაწყებული. აი დაზარალებული აგერ ყოფილა ეხლა რაღაცა გააკეთეთ თო. არა ძმაო არა აქეთ მე გამოდივარ კიდევ თქვენი უთხარით ტიპებს რა ეცვათ რა მანქანით იყვნენ მანქანის ნომრები მაგრამ არაფერს არ აკეთებენ. კარგით რა ესე შეიძლება? ბატონო მოკლებაა დაწყებული ამაზე. მიმართეთ პრეს ცენტრს. აუ პრეს ცენტრს არა იმას რა. ჩემი ძმა სად ქონდა ვულკანიზაცია? გეტოს დასაწყისი ძმაო იქ მინების რაღაცები არის კიდე რა მინები და რაღაცები კეთდება მანქანებს და ვულკანიზაცია მქონდა გვერდით. და რა მოხდა რომ მითხრა ისე? აბა ეხლა მოწმეზე ზემოქმედებას ხო არ აქვს ადგილი? არა ძმაო ველაპარაკები უბრალოდ. არ შეიძლება. კაი არ გავანაწყინოთ ეხლა მაინც ოფიცერია რაღაც წავალ და წარმატებები. კაი ხარ ძმაო. ვახ სიჯის დაურეკობა ერთი. გარკვეთ ბიჭო რამე? არა ძმაო არაფერი გაგიჟებულია ხალხი ეს არაფერი არ გვინახავსოთო. კაი დავოწობი ხა მე აბა პლაჟისკენ პლაჟი ახსენა მგონი ვიღაცამ ახო ლესტერმა მაგთენ მიდიანო. მეტი აბა იქნება რამე გაკანა რა უყოთ ხო იცი თუ იმასთან მოერიდე ხა მაინც ოდა. მოვერიდო არა ტოროლა ბლეკმან არავის არ ერიდება ბიჭო არასდროს. რო რამილა ჯერ ბიჭო პრობლემები არ გვინდა თქო რა ერთად დავადგეთ მე ვინაიც არიან. ვახ წავედი ხა დავაწექი პლაჟისკენ და ხომართლა ბლეკმანს მერჩი იყიდება და იყიდება 1/3 უკვე ამოწურული ამიტომ რაოდენობა იწურება და ვისაც შეძნა გსურთ ამ საახალწლოდ შეიძინეთ იმიტომ რომ ეს არის უკანასკნელი კოლექცია და ამის მერე გასაყიდად ნუ წელს ყოველ შემთხვევაში აღარ დაიდება და იანვრის შუა რიცხვამდე ეს მერჩი აღარ გვექნება ნუ იანვრის შუა რიცხვების შემდეგ სხვა ვარიანტები გამა მაგრამ ახალი წლის პერიოდში ფიზიკურად ვეღარ დავამზადებთ რა და ვისაც შეძნა გსურთ ეხლავე შეიძინეთ რომ მერე გული არ დაგჭყდეთ და მოდი აქ გავძვრეთ აგინ აქ შვენივრად არიან აქ რა ხდება ერთი წამი აქ მოვატრიალოთ არა აქ უბრალოდ შეკრებილები არიან გონი ხო კი წავედი ერთ პლაჟისკენ აქ კლუბებთან არა ქალაქის კლუბებთან ჯერჯერობით სიმშვიდე აქ არავინ არ არის ეს მშვენიერი ეს მამეთ დიდი კლუბები აქვს სამთავრობო კლუბები და რაღაცები არის ამ ძამბობულა ხალხის კლუბებია და მაგას მამეთ პრინციპში ვერც გაეკარებოდა ვერავინ მაგრამ არა პლაჟისკენ არაფერი არ ხდება პრინციპში ლესტერმა ტყუილად გამომიშვა ხო რა ქენი არაფერი რავი დავიარე გეტო და ხალხი გაგიჟებულია თო ეხა ვარ აქ პლაჟთან და რამე ინფორმაცია გააქვს? აი, როგორც ვიცი, ეხლა იქ არიან მისულები, რესტორანი რო არის, ხო იცი, იმასთან რა, კერძო თვითმფრინავების აცქირავდება. კერძო თვითმფრინავთან რესტორანი. კი, ვიცი. აი, მანდარიანი ხლა რა. კაი, აბა ერთი მივალ. ჭვიანად პროსტა. მიდი კაცო. ვახ, რა უცნაურია თო, აქეთ რა ხდება, აქეთ არაფერი. აქ ესენი ვინ არიან? ოპა, აი, რაღაც ცოტა უცხო ხალხი ჩანს აგერ. აი, ბიჭო. ესენი რაღაც ადგილობრივებს არ გვანან. ჩემი ძმა, შენ არის მაღაზია აქ რაღაცა. რა ქვია ამას რა მაღაზია? მარლინს კაფე აწერია ბიჭო, მარლინს კაფე. ხო, მარლინს კაფე ბიჭო, მოდი აბერტი შენ აქ თუ აქ ვარ გელოდებით რა. ვახ, ბიჭო, ვიღაცას კაფეს დაადგნენ ხო აქ. აქ მარტო ორი კაცი. აი, ჯიპი აყენი აგერ რაღაც. ოკეი, წავიდა და ვიძრათ აქედან. აქ რა ხდება? არა, შავი ჯიპი არა აშკარად ამათი. ოპა. აქ რა ხდება? ვახ. სკოლკა стоит? 4 და? რა სკოლკა стоит, თო. აქ ხა ამ ვიღაცებს ეს ბიზნესებს ახევენ. აქ თუ რა ხდება, ბიჭო, არ გავგიჟდე. აქ ყველა ბიზნეს დაადგნენ, ბიჭო, ესეთი არაფერი არ მინახავს, თო. აი, აქ ვიღაცის კაფეთან. მოდი ბიჭო, აქ მოდი. პოლე მოიტანე დროზე შენ გაიგე? აქ ვარ ტაგერ აქ ქვია შენი პატარა ბიზნესი რო არის რა. თავრობიდან რა თავრობა ბიჭო მოდი თქვა რო გეუნები. მაგას არ ესმის ხვანაერი ლაპარაკი უნდა ბიჭო მაგას გონი. მისამართი გამოართვი აბა ერთი. ბიჭო რას უშვებიან ხალხს? სამათთან დაპირისპირება არ გინდა? აქეთ მეტი არაფერი არ ხდება. აბა აქეთ წავიდეთ. აქეთ ეს ქუჩები როგორც ჩანს გაიარეს უკვე, იმიტომ რომ აქეთ არავინ აღარ არის, არა. აქეთ всё. ბიჭო, ესეთი რაღაც არ მინახავს ჯერ თო. კაი, დავყურგოთ აბა ერთი აქ ისევ, როგორც ჩანს იქ ტერიტორიაზე არიან წინ. ჯერ უბრალოდ დავაკვირდეთ ახლა ამათ აქ. აქეთ არავინ. ოპა, რა ხდება, ბიჭო? დაუშვეს ბიჭო ვიღაცას იარაღით? ანუ ბიჭო,
Agam სათვალეების ბიზნეს არ ვატყობთ არა? მიეცი ბიჭო, მიეცი, აუ ფეხში გამარხა ჩემი, რას ვერ ჩონდი. და ეხა ბიჭო კარგად მომისმენე რა. აქ დღეიდან არც გეტო ვიცი, არც შემეტო. არც ის. Ქალაქ მართავთ ჩვენ გასაგებია? გასაგებიაც მოგასაგები აღარ ისრულო. როგორც ჩანს აქ სათვალების ბიზნეს დაადგნენ, კაი წამოვიდეთ ისევ აქეთ, მაგრამ იქითაც გავხედოთ აბა ერთი ხო არ ღადაო ბიჭო, ესეთი არაფერი არ მინახავს მართლა აქ რაღაც გარიგება აქვთ კიდე ამათ. აქ ესენი კიდე მაღაზიას ურეკავენ ალბათ რომ მოდეგინა თუ არა აქ და ის მეპატრონე გაგიჟებული იქნება რასაც ქვია და წამო ოპა ერთი წამი კაცო უნდა წავიდეთ. აი ძმაო ამას რას ხედავს ჩემი თვალები? მოდი აბა ვითომ მაისურებს ყიდულობთ. გამარჯობათ ეს მაისური შეძენა მინდა? ერთი წამი რა ბიჭო რა ლაპარაკობთ რა აქ. დახურულია მაღაზია. არა ძმაო დახურული, რას მარჯით ვერ გავიგე. რა გინდა ჩემგან? ვარდო კაპინს ვაკეთებ. რა პული გინდა ვერ გავიგე. პული არ გვინდა ბიჭო ბიზნესი გვინდა თქო. არა რა ბიზნესი გინდა ჩემგან. ოპა ალბათ ზედმეტი ვარ აქ არა? როგორ მიხვდა ბიჭო? ამდე აქედან ლაპარაკო. ახ ჩემი. კლიენტებსაც მაგარ გვინდა. რა გინდა დავიკო პოლიციაში. სად დავიკო ბიჭო? პოლიციაში. მედი აბა ერთი. რა ჯანდაბა ეს აქეთაც. ამან მოუტანა ფული როგორც ჩანს აგერ მაგიდაზე უდევს ფულის შეკრები. ეს რა არის ბიჭო? $5,000 რა ფულია? არ ვიცი ძმაო მეტი არა მოიქ მე. დავაი ამ 5,000 მე ვარ 5,000 დაამატე და სახში ამომიწონ ცოლეს აღამოს, გაიგე? მე სამარტი ვარ ვიცი. მაგცეთ ბიჭო ვიზიტკას. 10,000 თხოვენ ესე იგი თითო ტიპებს. გამარჯობათ. გამარჯობა არა ის დავი მოვუძე აქიდან. ხო, აქეთაც რაღაცა შენელება ხდება, აქეთ რა არის? ყველგან ესენი არიან ბიჭო. მეღადაობი მგონი Black Mamba უნდა ყოფილიყო ამათ მაგივრად თან ჩვენ პატიოსან თემაში, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია ეს ადამიანთან მისვლა და ფულის ახივა და რაღაცეები რა. მხოლოდ პატიოსანი გიზოთ ნავიშოვოთ ფული ჩვენ. არ ვიცი ძმაო, ანუ ჩვენ Black Mamba უნდა ყოფილიყავით, რომელსაც უბრალოდ მართლა რაღაც კაის გაუკეთებდით ამ ხალხს და მაგისანაცოდ ფულს მოგცემდნენ, მაგრამ ესენი როგორ იქცევიან, აზე არა ვარ. გაგრძელება იქნება მომდენო ვიდეოში, იმიტომ რომ გაურკვევლობაში ვარ და დაწერეთ კომენტარებში როგორ მოივიქცეთ და მგონი Black Mamba დასასრულია, მაგრამ Black Mamba არასდროს არ დასრულდება.